Ძვირფასო მეგობრებო, მიესალმოთ ჩვენი განაცემის თემანი ვახო სანაია. გადაცემის წარმომადგენელია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ვახო გამარჯობა მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოახერხეთ მოსვლა. ჩვენს გადაცემაში მე მომწონს ხოლმე შენი სტუმრობა, იმიტომ რომ როცა რაღაცა ბევრი აბსურდული სასაცილო ამბავიც ხდება, ნუ პარალელურად ხო, რა თქმა უნდა, ამ პროტესტთან ერთად ხო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პარალელურად ქოცური სასაცილოც რა, ნუ რაღაცა ამბე მაგალითად მინდოდა დაწყება საუბრის აბუდაბით, ხო? ეს ხო ისეთი თემა არის რა, რაღაცნაირად საინტერესო. ხო, აი, მოდი როგორ დავიწყოთ, იცი, რომ აი მაგალითად რა იყო ზარქუას აი დაბადების დღე ქონდა. ხო. რა ქონდა დაგექმილი. ჯერ ერთი მინდა საამიროებს მიმართო და ხო რაღაცნაირად მოსახლეობას იქაურს გამოუცხადო მხარდაჭერა. ხო უცნაური თავრობა არის ეგრეთ წოდებული აქ მთლიანად და აქ ხო პოლიტპატიმრები ყავდა. ეხლა თვითონ გაიჩიტნენ იქ პოლიტპატიმრებად. ზარქუა და ეს ხო კალათბურთელი ხო? წარმოიდგინეთ, წავიდნენ ტიპები ეს ზარქუა. ხო. მე აღმოაჩინეთ იქ Facebook-ზე ამოუგო რაღაცა და დაბადების დღე ქონია უბედურს თურმე და ხო. წავიდა Coldplay-ის კონცერტი. არც მეტი არც დაკლები დაამთხვიო. წავიდნენ, ახლა დაბადების დღეზე რა უნდა ქნა ხო? წარმოიდგინე, კარგი დრო უნდა ატარო. ხო. დაესწრო კონცერტს, ჯერ კონცერტამდე ეკნებოდათ იქ მთელი რაღაცა დაგეგმილი, მერე კონცერტის შემდეგაც ახლა ეგრევე არ წამოვიდონ, ახლა პროფესიული თვალსაზრისით არ აინტერესებს ზარქუას კონცერტი. ეგრევე და რაში აღმოჩნდა, წარმოიდგინე სრულ ჯოჯოხეთში. ხო. ესე იგი, ჯერ აგინეს. ხო. მერე აქ აგინა მთელმა ქვეყანამ. ხო, ხმარა თუ არა მოიღო. ხმარა თუ არა მოიღეთო. მერე ესე იგი, წარმოიდგინე ის როგორ იდგა სანიკიძე კედელთან. ხო. ატუზული და აი უბრალოდ აი გამვლელი რო იყო, ესე უღებდა. ეთყობა აგინეს კიდე სხვაგან თავის პარტიაში რო ესე მიჩმორდნენ და თელი ეს გაიაზრეს აქედან ნაგინები, თელი ერთი დღის განმავლობაში დუნდნენ და სასწაული რაღაცა გააკეთეს. თვითონმე თან როგორ იყო ახლა მან, ხო? ეს უნდა ეჩვენებინათ, რომ მაგრები არიან. ხო, კომპლექსი თავის. თვითონ ანუ ასეთი კანონმდებლობის ქვეყანაში თვითონვე თავის თანხლებ პირებს გადააღებინეს სისხლის სამართლის დანაშაული და ატირდეს. ეს ატირდეს რა მაგრები ვარ ხო? და მოკიდეს ხელი შეაგდეს საპრობილეში, სადაც არ გაგონილი მაინც ხო ეკნებოდათ. ახლა არ ვიცი ამ წუთას როგორ არის სიმართლე გითხრა რა სასჯელი შეიძლება იყოს რაღაც. გაგონილი ხო ყველას გვაქვს, რომ იქ შეიძლება გაგროზგონო. და ეგ ვიდეოები, მე მაგ ვიდეოს შენ რაც გადაიღე, შენი სისხლის სამართლის დანაშაული, შეიძლება დაამატო, რომ გაგროზგეს. დეპუტატები. ტიტუშკა დეპუტატები აბუ-დაბიში. არა, თან თავის ცოლებს გადააღებინეს. კი, რომ ანუ ცოლებმა გადაუღეს ცოლების ხარჯზე არიან დაჭერილები, რეალურად ცოლება ჩაასვებინეს. წარმოიდგინე. ესენი ხო ჩამოვიდნენ იქ, ა? ხო. ეს თებში ხო აიღოს მოამზადა. ხო. ჩართეო უთხრა, ხო? ეს გადაიღოთ. და არ ვიცი იმ თებში რა იყო, ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული. და მერე კიდე ესე სანიკიძეზე გამახსენდა, ნუ კალათბურთში ხო არის ესე რომ ისური ბულს და იმ ძალიან მაგარმა ბიჭმა თებში ესე უკრება და არ ვიცი ხო ჯერ არ ვიცით რა ბედი ეწევა. იმიტომ მე გავარკვიე, ნუ ყავს რამდენიმე ნაცნობი და სანამ გადაცემა დაიწყო და მივწერე რა, რომ როგორ ანუ არ ითვალისწინებენ არაფერს. მიხვდი? დეპუტატია, სიტყვაზე პრემიერ-მინისტრია, რაღაცა თუ მის ქვეყანაში დანაშაული ჩაიდგა, რომელიც
ანუ ეს ქვეყანა ყოველთვის იმას ნერგავს, რომ მისი ქვეყანა არის უსაფრთხო. მიხვდი? რომ ანუ აქ უნდა იყოს ტურიზმი რა, ანუ ეს განსაკუთრებით სიმკაცრე არის, მაგრამ ტიტუშკები ჩავიდნენ. ხო და ჩამოაქციეს საამიროების ტურიზმი. ხო და მე ეს ამბავი რომ გავიგე, მე ავდექი და დავიწყე დაგუგულა რომ რა კანონები შეიძლება იყოს იქ რა. აი მაგალითად როგორი მკაცრია რაღაცეები რა, ხა შენ წარმოიდგინე ჯერეს დანაშაული ხომ გაიაზრო რა აქ ჩადენილი რა და ანუ რეებზე არის იქ სასჯელები. მაგალითად კანონით იზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტში ჭამა. ხო. ანუ ეს რაღაცა იმას დონერს ასე ვერ შეჭამ რაღაცას დაგიწესო. შაურმას ვერ გადაიხავს. კანონით იზრდება საზოგადოებრივ ადგილებში ცეკვა. ცეკვა. კოცნა და გრძნობების ზედმეტად გამოხატვა. გრძნობების ზედმეტად გამოხატვა. კოცნა და გრძნობების ასევე იზრდება დედის გინება და რაღაცა ჟესტების დანახვა, ანუ მაგალითად ამის დანახვა. ეს ანუ ჩვეულებრივად საპატიმრო არის რა, ანუ შეიძლება ნუ რაღაცა ბევრი ფული გადაგახტევინონ მაგას, მაგრამ აქ არის კიდე ის რომ მაგალითად 2020 წელს ხო ამ კანონმდებლობიდან ამოუღიათ გაროზგვა ოფიციალურად. იმიტომ რომ აი მაგალითად საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა, ანუ შეყვარებულს რო აკოცო, რა თქმა უნდა, ტუჩებში. მაგაზე ყოფილა 2020 წელს 80-დან 200 როზგამდე. რას დაგიდგეს სასამართლო, მიხვდი? 80-დან 200. ამათ კიდე რეები აქვს იქ გაკეთებული, რამდენი როზგი შეიძლება? რატო ამოიღეს? არ უნდა ამოიღოთ. 2026 წლამდე არ უნდა ამოიღოთ და კაი სანახაობა იქნებოდა. დაბადების დღესაც სულ როგორ როზგავენ? როზგავენ, ხო. ეგ სად ხდება ნეტა ქუჩაში გამოყავთ თუ სახალხოს ყველას დასანახად, ხო, ნუ ეხლა იქ რა ცოტა დავიდა ქვეყანა, ხო, რაღაცა. ბიზნეს დეპუტატებს რო როზგავენ. წარმოიდგინე რა შარში ამოყვეს თავი რა, ანუ დაბადების დღეზე წასულმა. ხო, ვიღაც ბიჭი რო ყავდათ კიდე იქ ჩაყვანილი და არაფრის გამო უბრალოდ რო რაღაც დახმარება რომ უნდა თეფის რომ აშველი მაგას საერთოდ არ უშვებენ მაგას საერთოდ არ უშვებენ და კიდე ნუ რა თქმა უნდა ხა გადავიდეთ უკვე აქაურ ამბებზე რა მაგალითად ხა ნუ რა თქმა უნდა გახარიაზე თავდასხმას ნახავდი ხო ნუ ეს კადრები რა ნუ თავდასხმას ვერა იმდენად მაგრამ ხო ნუ ეს რაც ვნახეთ ხო ხო და ანუ ეს ვიდეო რაც გახარიასი იყო გავრცელებული ხო ეს რაღაცა ქაღალდის ჭიქასო სახეში ესვრის და უცებ როგორ ხტება კადრი რა უცებ რომ აი ჭიქის მერე უცებ ხტება კადრი და გდია გახარია რა ანუ წარმოიდგინე ყველაფერი მაქვს ნანახი ხო სამონტაჟოში მაქვს გატარებული მთელი ცხოვრება ეგეთი რაღაცა არასდროს არ მინახავს, ანუ რაღაცა ლოგიკა აქვს, მონტაჟსაც აქვს რაღაც ლოგიკა. ხო. იმეც საერთოდ რაც სამყაროში შეიძლება დაამონტაჟო, ყველაფერი დამონტაჟებულია არასწორად, მაგრამ ეს როდესაც შერაც თქვი. ხო. და მე ტიტო სამხარაძე, ეს ტიტუშკა ერთ-ერთი უკვე იგინება, ანუ წარმოიდგინე როგორი მოჭრილი არის რა. ამხელა მონაკვეთია მოჭრილი. შუაში ყველაფერი არის ამოღებული და მაყურებელმა ხომ უნდა გამოიტანოს ანუ შინაარსი აქვს ხო კადრს აქვს შინაარსი გიყვება იქ რა მოხდა და ეს ჩვენ რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ თავში არ ვიცით რა მოხდა ანუ ესე გახარია ჭიქით ხო არ დადის ქალაქში და ვიღაცებს რაღაცა მოხდა იქ ხო ხო ის მოჭრილია კი და ამის მერე ხედავთ აი ამ ჭიქის ეპიზოდს და უცებ ადამიანი გდია მარტო გდია არავინ არ არის და რა მოხდა რა გავიგოთ აქ ამბიდან რა დაემართა ამ ადამიანს უცბად ესე უცებ თავი წაიქცია სამხარაძე მიდის და იგინება და ვიღაცა ტიპები კიდე ტრიალებენ რა შავებში ჩასული ეგეთი მონტაჟი საერთოდ ისტორიას არ ახსოვს ანუ რა არ ვიცი ხო რაღაცა რა მონტაჟი არ გვინახავს ხო ეგ იგივეა
ну რა ვიცი, აი როგორ ავხსნა აქ. აი საუბრობთ მე და შენ და უცებ შენ ხარ სადღაც ქვევით გდიხარ და მე მივდივარ იქით და ვიგინებ. რა მოხდა გადაცემაში რა მოხდა? ეგეთი რაღაცა არის ეგეც. მაგრამ აი ცირა ტაქტიკა რა აქვს ეს ის მოპარვის რა ტაქტიკა კონცეფტს რა. როგორი რაღაცა აქვს ვიცი? აი ეს ახალი სიტყვა არის რა მათ იმაში. მოდის ვიღაც ტიპი ხო? და გაყენებს შეურაცხყოფას რა. ხო და შეურაცხყოფას რო გაყენებს, ან პასუხსცემ, ან არ სცემ პასუხს. აი თუ სცემ პასუხს მაგალითად რავი დაუბრუნე გინებაზე გინება, ხელი მოგიქნია შენს მოუქნიე. უცებ საიდანღაც გამოდის 20 კაცი, რომელიც იქ არის ჩასაფრებული რა. და მოდიან და მერე სცემენ ადამიანს. მაგრამ თუ აი ხალ შემთხვევა რაც იყო ერთ-ერთი მივიდა შეიგინა ამან არაფერი არ უთხრა. ხო. ოპოზიცია შეაგინა ამ ადამიანს არაფერი ან არ წამოეგო პროვოკაციაზე. ცოტა უკან წავიდა, დაბრუნდა და უთხრა რომ ქართულ ოცნებას რატო შეაგინე. ან მნიშვნელობა არ აქვს, მაგათ საბაბი არ ჭირდებათ. და მერე ვიღაცაები საიდანღაც გაიჩიტნენ, ხო? კი. და ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აი ეგ მარტივი ტაქტიკაა. აი მზიას მაგალითის ხო ეგ იყო ხელი რო გაარტყა პოლიციას. მზიას ისეთი შეურაცხყოფები აყენეს როგორც გაირკვა იქ შეფურთხების ეპიზოდიც ყოფილა როდესაც დაკავებული ყავდათ ხო? ხო და მაგრამ მანამდე აგინეს პოლიციელი მაგრამ მე მგონი იქ რაღაცა ის არის. იქ ის არის რატომღაც ხმა არ არის. ან ჩაწეულია. ხო, ეს უკვე ძალიან მაღალ დონეზე დამონტაჟებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ იმის ფონზე, რაც გახარიასთან დაკავშირებით გააკეთა. ანუ პროფესიონალურად გაკეთებული ვიღაც მაგარი იჭდა. ამ ხელის გარტყმაზე საპატიმროში და ნუ ფაქტიურად ამ გახარიას ეპიზოდში დიტო სამხარით საერთოდ დამნაშავე არ არის. არა, დიტო არ ყოფილა. იქაც ჩაული. შორი ახლოს აქციული ადამიანი დაინახა და უბრალოდ გამოხატა თავისი რეაქცია სიტყვიერად შეურაცხყოფა მიიღე. მე იქ დანაშაული. მე იქ დანაშაული. დიტო არ ყოფილა საერთოდ. რავი, კადრებით 100 არის. თვითონ გაავრცელეს ეს კადრები, მე ყوار გამოცელებია. მაგრამ ეხლა კიდევ უნდა გადავიდე მოსამართლეების кейფზე, ხო? მოსამართლეების кейფი ხო ისეთი დიდებული ის იყო რა, ანუ აი ჩემთვის იყო აი წარმოუდგენელი კადრები ეხლა. მე ეგეთი რამე არ მინახავს, აი წარმოიდგინე შეიყვანეს ხალხი, თან როგორ შედიოდნენ, სულ ჩოქვით შედიოდნენ იმაში. რაღაცა ხო. ეცეროდ გაუგეს რომ თავი დაეხარა და ესე ჩოქვით შედიოდნენ და ან დაავალეს ტიპებს, არ გააუქმოთო ეგო კორპორაციულიო, დაავალეს რომ იქ მისულიყვნენ შიგნით და როგორია ეხლა რა кейფის ხასიათზე უნდა იყო. და აი დაგავალოს ვინმემ რომ სადღაც ერთი 5-6 საათი გადაჭმული კიტრი და ტარხუნის ლიმონადით ირბინო, იმიტომ რომ ბიძინას ასე უნდა მაგიდებს შორის რა. იცეკო, იმღერო და შენ ეს არ გინდა ამის გაკეთება. გარეთ პოლიცია, რომელიც ამ აბსურდს დარაჯობს. არგი ეგეთ სიტუაციაში როგორ გინდა кейფი ხო? აქ კვერცხი როგორ მორტყმული ჩოქვით შედიხარ, კიდე რა უნდა მოხდეს ეგეთი ჯოჯოხეთი, რომ შეგიყვანონ და მე დაგავალონ რომ იცეკო. ახლა იქეიფები იცეკო. და პოლიციელი მოვიდა თავის თავს ხო უსვამს ახლა შეკითხვას, რას დარაჯობს აქ? ვიღაცა ტიპები შეჭრილი არიან რესტორანში, кейფი არ უნდათ, მაგრამ დაავალეს და ცეკვავენ და გარეთ ეს ამას იცავს იმას, რაც იმათ არ უნდათ, რომ გააკეთონ. რა სრული აბსურდი ამას ვერ მოიფიქრებს, რა ვერც ერთი სცენარისტი ვერ მოიფიქრებს სოფლიოში, რაც აი ბიძინამ დადგა. ხო, ლევან მურუსიძე მოთხოვ, ეხლა უნდა იქეიფოთ. და მე გარეთ ხალხი ხო იყო? აქედან ხო ვიღაცეები დაიჭირეს. და მოსამართლე ქალი იყო ერთი იძახდა, რომ სულ ყველა დასაჭერებია ბანკო. ვინც ხართო და ამას რო იჭერ. ხო. ეს მერე სასამართლოში ხო უნდა მივიდეს ამ ქალთან უნდა ეს რომელსაც кейპი ჩაშხამდა ამასთან უნდა მივიდეს და მერე იმან უნდა გამოიტანოს ობიექტური გადაწყვეტილება და სასამართლოს შენობის გარეთ იძახის ეს მოსამართლე კაცი რომ ყველანი დასაჭერები ხართ აღარ ჩემამდე მოდითო ჩემამდე
ჩემამდე მოდი მე გამოვიტან ობიექტურ გადაწყვეტილებას. ხო, ზოგი ისე მიპარებოდა ერთ-ერთი ამბობდა რომ მოზარეული ვარ საერთოდ და ვიღაცა სიღნაღის მოსამართლე იყო თუ რაღაც. ის კაცი რო აკაკუნებდა ის საჩხერის სასამართლოს მოსამართლეა. ავტობუსმა რო კარები არ გავიდა. კვერცხი ქონდა. კარგად იყო გამოწკეპილი შავებში, რას უკაკუნებდა, აი როგორ მაინტერესებს. სად მიდიოდა? სად მიდიოდა? რა ნომერია ის ავტობუსი? საჩხერის მოსამართლეა. იმ ავტობუსის სად მიდიოდა? აი როგორ მაინტერესებს თავის გადარჩენის რა ფორმაა ეს? ახლა ჩვენი უნისეც ხო დაჭერილია, ხო, ჩვენი სცენარისტია და მსახიობი და ნუ ანდროც ჭიჭინა და რეალურად სასამართლოში მივდივარ ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობები, რაღაცა ნუ იუმორისტები ვართ, რაღაცა მივდივარ და მაინც რომ ანუ ელოდებიან ხოლმე რომ ანუ მოსამართლეს რაღაცა აი ბოლო წუთას გადაწყვეტილების მიღების ბოლო წუთს რაღაცა გონება გაუნათდება და გამოიტანს ისეთ განაჩენს, რომ გაათავისუფლებს აი ამ ხალხს ყველას. ერთდროულად, აი აღარაფერი არ მაინტერესებს, აი ესე მე არაფერი აღარ მივდივარ სამსახურიდან. აი ახლა უშვებ ამ ხალხს და მივდივარ სამსახურიდან. და ჩათიდანაც გამოდის იქვე პროკურორის სადაც ხარ ჩატში. ხო, მაგრამ იმ ჩატსაც ხოვებს. იმ გამოდის და ყველას უშვებს ერთად. ყველა აი მაინც რატო იტოვებენ? იმიტომ რომ აი ხა მსახიობებთან დაკავშირებით მე მაგ ესეთი ანუ ყველა მაინც რომ მსახიობია ზოგი კინო ზოგი თეატრის მაინც ელოდებიან happy ends, მიხვდი? ხო. ანუ რაღაცა ბედნიერ ჰოლივუდის დასასრულს, რომელიც არ იქნება რა, მიხვდი? ანუ არც 1%-ით არ შეიძლება დაუშვა იქ, რომ ამ მოსამართლემ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს. კი, გეთაქვე, მაგრამ იქ ყველაზე დიდი მსახიობი თვითონ მოსამართლეა სინამდვილეში და ვისაც სასამართლოსთან არ ქონია ხშირად შეხება, მე მაგალითად არანაირი ილუზია არ მაქვს მოსამართლეებთან დაკავშირებით, რას აკეთებენ, იცი? აი ვინც პირველად არის თქვა სასამართლოში, მან მეორედ მოუწია იქ ყოფნა, მოსამართლე ეგეთ რაღაცას აკეთებს რა. ხო, როგორ? გამიმეორე, ეს მნიშვნელოვანი დეტალია, გეუბნება, ეს მნიშვნელოვანი დეტალია. იქით პროკურორს ხო ესე შენიშნავ, თამაში სცენაზეა კაცო. იქ პროკურორი ხო ზის და ეხლა პროკურორს რა უნდა გაუბედოს მოსამართლე, მაგრამ ნუ ახველებთ ბატონო ჩემო შეიძლება ეს უთხრას და ამით ქმნის განცდას რომ შეიძლება გამოიტანოს რაღაცა ისეთი გადაწყვეტილება რომ სამართლიანი რა ან მეტნაკლებად სამართლიანი და აი ამას თამაშობს რა მე პირადადაც მქონია შეხება როგორც დასარალებული ყოფილა სასამართლოში ასევე გამიშუქებია რა ვიცი რამდენი წელია ვაშუქებ ამ სასამართლოზე თქვენ ის რელიგიური ფიცი თუ სამოქალაქო ფიცი გაკითხება იქა და შენ ამაზე სცემ პასუხს და ის რაღაც ეს დილობიანად გელაპარაკება აი შესულია ბოლომდე შენს მდგომარეობაში ვითომ მიხვდი ისი რომ კაი ადამიანი ჩანს და რო კითხე რაღაც კეთილშო კაი ადამიანი რაღაც კაი ხედავს რომ მართალი ხარ და ის არ დაუშვებს ახლა აქ რაღაცა სხვა მოხდეს და ეუბნება რომ ერთი წამით პროკურორს აჩერებს ვითომ და აქეთ ადვოკატ დაასრულეთ თქვენ სიტყვა ადვოკატს ეუბნება შენ აქეთ გეუბნება რაღაცა და შენც ხარ როგორ იცი ვითომ კეთილგანწყობა უნდა რომ მოიპოვოს შენი და ბატონო მოსამართლე ხო გესმით რასაც გიქნებს ამ ყველაფერს თავს ასე ბოლოს დაგაჭედებს ნურსმანს არანაირი აზრი არა აქვს არა დაჭედებაზე კი არა მან კიდე ერთი დეტალია შიგნით რომ მე მიდის გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად გასათბილოს ონისეს პროცესზე საათნახევარი იმსჯელა მიხვდი ანუ საათნახევარი და ამით ხალხს გაუჩინა აზრი მაინც იმამდე მივდიოთ ჰოლივუდის დასახელება რო იქ რაღაც ესე იგი საათნახევარი რო დააგვიანა ესე იგი რაღაცას ფიქრობს და ის სპეციალურად აგვიანებს სადახო ის სცენარის ნაწილია რა თქმა უნდა მაგას ეგ რო გაფიქრები სცენარის ნაწილია და კიდე რა არის იცი რატო აკეთებს ამ ყველაფერს რასაც ახლა ვყვებოდი რა არ უნდა რომ იქვე აი მთელი პროცესის განმავლობაში რო აგინონ გაიგე ამიტომ ვითომ აქეთ არის ვითომ სიმართლის მხარეა და ერთი სული აქ მიიყვანოს ბოლომდე და ბოლოს რო გამოაცხადებს რაღაცა წამები რჩება იქ ვიდრე მანდატური უცებ დაალაგდება და ეს გავა ოთახში და წავა სახში რა აქვე უნდა ვთქვა რა თქმა უნდა ჩვენ ტრაგიკულ ამბავზე ვლაპარაკობთ სინამდვილეში მაგრამ თან
ტრაგიკომი. ხო, ნუ ახლა კი შეიძლება სიცილი ყველა პოლიტპატიმარს რა თქმა უნდა. თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც ასევე ტყუილად კი არ ზის, იმიტომ ზის, რომ ხელისუფლებას ამხელს. და ეს ხალხი სულ ყველა იმიტომ ზის, რომ რუსეთი არ უნდათ საქართველოში, ამიტომ. ყველაზე მეტად რაც მომწონს ეს არის მასიური გაფიცვა რა, ანუ გაფიცვა იმ მიმართულებით რომ ესე თუ არ რაღაცა იმაში თუ არ მოვაქციეთ თვითონ ხელისუფლება, ხო ისე რეალურად ნაბიჯების გადადგმა ძალიან უჭირს. მაგალითად პირველი ასაც რა თქმა უნდა ხალხის გაფიცვა და ახალგაზრდები გასაგები, მაგრამ აი ბიზნესი რა, ესეთი აი ხო ხტები აი მეგორი ბიზნესი ისი მთელი 12 წელი რომ ანუ რაღაცა თავისთვის იყო რა, მაგრამ რაღაცა და აი ეს ბიზნესის გაფიცვაც ხო, ანუ ყველაზე საინტერესო ის არის რომ გამოდიან და ნუ დასავლური ის არჩევანი რაღაცა და აი ხო ხტები ამბავი, მაგრამ შენ ხო იცი რომ ტელევიზიებს როგორ გვიჭერს, ხო? ძალიან. ნუ რა თქმა უნდა იქ ეხმარებიან დაზარალებულებს ასე შემდეგ, მაგრამ ტელევიზიებს როგორც კი, ანუ კი სიტყვაზე გმობენ და ხარს უჭერენ ამ პროდასავლურ მოძრაობებს, მაგრამ ტელევიზიებში ფული არ მოაქვს. ხო. თან რას გეუბნებიან, იცი? თან რომ გეუბნებიან, რომ რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის გმირობა. და მადლობელი არიან. და მადლობლები ვართ, რომ თქვენ ამას აკეთებთ ტელევიზიები. ცოტა შორიდან დავიწყებ მაშინ. მე ამ ბოლო პერიოდში გამომიმუშავდა, რაღაც ესე ვერ ვიტყვი რომ გაითვისება, მაგრამ გამომიმუშავდა ასე რომ რაღაცას რომ ელაპარაკებიან ნიუსისთვისაც დამახასიათებელია ვინც ნიუსში მუშაობს რომ მალე დაამთავრებინო ლაპარაკი შენ გაიგო რაც გინდა და მალე დაამთავრებინო ლაპარაკი და ეგეთ რაღაც ვაკეთებ რაღაც ვეკითხები ადამიანს და რომ პასუხობს აი უკვე პირველ წინადადებაში ხვდები რისი თქმა უნდა მადლობა გვეუბნები და ვაწყვეტინებ ხოლმე და ყოველთვის ეს რაღაცას მელაპარაკება აი რამე წინადადებას დაიწყოს მადლობა და ვახცელებ და გაოცებული მიყურებს და აი ახლა შენ ხარ ბიზნესის წარმომადგენელი ხო აი როგორიც აღწერე და რამე მითხარი ძალიან დიდ საქმეს მეტი რა უნდა ვთქვა თუ ამ ხარეს ხარ და რაღაცა უნდა მიეხმარო ყველას როგორ შეგიძლია და მათ შორის ტელევიზიებსაც ეხლა რაღაცა იმას მოწოდებების გაკეთება კი არ არის საჭირო უნდა მიეხმარო ყველას რომ გადარჩეს იმიტომ რომ თუ ტელევიზიები არ იქნება აი რეკლამის მიტანა და თუ ეს არ იქნება ის შენი ბიზნესიც არ იქნება რა თქმა უნდა ეხლა სიტყვაზე რომ ეს სამი ტელევიზია ჩამქრალი ყოფილიყო ეხლა ჩამქრალი ყოფილიყო დღეს ხო რეალურად ვერაფერს ვერ გაიგებდი ვერაფერს ეს პროცესებიც არ იქნებოდა მიხდი ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის რეალურად მაინც ინფორმაციის წყარო არის ტელევიზორი ნუ ტელევიზია ამას ვერ გავექცევთ იმიტომ რომ ტელევიზიასაც ინტერნეტში უყურებენ მიხდი ხო ეგ არის ხო კი ტელევიზია არის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ახლა საქართველოში სოციალური ქსელიც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ტელევიზიას უზარმაზარი ძალა აქვს და ჩვენ ახლა რასაც ლაპარაკობთ ანუ ტელევიზიის არარსებობის შემთხვევაში რა რეალობა დგება მადლობა ანუ ჩვენი სათქმელი თქვით ხო რა უნდა მადლობა იცი რა უნდა გითხო ეს სამთავრობო მედიები ხო მე მგონი აი პირდაპირ რაღაცა პროვოკაციული კითხვებით მოდიან ხოლმე ხო თუ არ ვწდები ხო ანუ აი პოსტივი განსაკუთრებულად შეთვის ეს ახლა ბათუმში ვიყავი ანუ ახლა პოსტივი რა ბათუმში ვიყავი და ну ესენი ხო ერთმანეთზე უარესები არიან ეს პოსტივი და ეს რა იმედი და ვიღაც ტიპი მოვიდა საერთოდ მას ეკავა ორივე მიკროფონი პოსტივისაც და იმედისაც აი ესე მიტყუებული ქონდა და ესე დარბოდა რაღაც პროვოკაციებს აწყობდა აი რანაირი პროვოკაცია არ მინახავს საერთოდ მაგრამ მედიის მხრიდან პროვოკაცია კიდე რაღაცა არის და არ ვიცი უნდა გავაკეთო თუ არა საერთოდ ეგ ჟესტი რაც იქნა საერთოდ არ მინახავს ეგეთი რაღაც. აი ესე დგას ეს ტიპი. აი ესე დგას ეს ტიპი და ეს ორი მიკროფონი ხო უჭირავს და წერს ვიღაც ადამიანს რა მიადგა და ის ჩვეულებრივად ეუბნება რაღაცას რა თავის აზრს ეუბნება. ეგეთი რა საერთოდ ეს უთხარი ბებია შესო მიაცახა ამ ინტერვიუ წარმოიდგინე რა ეგ ამოჭრა და გაუშვა არ ვიცი ხო აი ვიღაცა მე დადო ეს რომ ჟურნალისტი აკეთებს ეგეთ რაღაცას საერთოდ მე ჩემთან მოვიდა ხო და ვაგინე
შენი ვიც დამოკიდებულება პოსტების მიმართ. მე მაგინეო მეუბნება. პერსონალურად მე მაგინე, რა ვიცი, მეთქი უთხარი რა. მე მის ხელმძღვანელობაზეც გადავედი. იცი რატო ეს რაღაც ჩართული გარ აქტიურად ხო? თამა, აკეთებს ამა ჯენს ისა კი პოუს კი არ ეუბნება გათო მარტო. არის ეგ ვიდეო ინტერნეტში. შენ მაინც პროგნოზები ალბათ გექნება საინტერესო. მე დარწმუნებული ვარ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ ჩვენ ანუ ხალხი. შეუძლებელია ეს დამთავრდეს ასე, ან ჩვენ მაშინ უნდა დავკარგოთ საქართველოს და ვერ დავკარგავთ და არ დავკარგავთ ამ ქვეყანას. მადლობა. მოკლედ ვახო ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ ყოველთვის მიყვარს აქ მოსვლა. კი და მიყვარს ხოლმე როცა თმა გაქ შესაჭრელი და ეგრე მოდიხარ, ხო? იმიტომ რომ სულ ამაზე ვღადავ, თორემ შეჭრილი თმით მე აქ არ ყოფილვარ არასდროს. ხო, შედი რაღაცა მოკლედ თმით არასოდეს არ მინახი ხარ. მადლობა. და მე მინდა. ვახო სანაია იყო ჩვენი გადაცემის დროზე დაუკავე მადლობა. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი.